მოგესალმებით პატრიცემელოტენე მაყურებლებო სოლიდარობის სტუდიიდან და დღეს ახალი პარადიგმა გადაცემას წავიყვან მე გენერალი გურამ ნიკოლაიშვილი და ჩვენი სტუმარი იქნება დღეს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ადამიანი რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ ადამიანს რომელსაც ძალიან ბევრი რაც საქართველოში არის გაკეთებული დაწყებული აი პირველი როდესაც ჩამოყალიბდა ჩვენი საპარლამენტო საქართველოში აი ესეთი ცხოვრება სადაც უკვე საქართველოს საკუთარი პარლამენტი ყავდა აი იქიდან დაწყებული ბატონ დიმიტრის ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილებები იურიდიული უზრუნველყოფა ყველა ამ ცვლილებებს და განსაკუთრებით სამხედროებთან ძალიან ახლოს, რომელიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო თავდასხმასთან და ჩვენ ამაზე გვქონდა ერთხელ გადაცემა და გვინდა რომ ბატონო დიმიტროვა მოგცეს იმისი თანხმობა რომ ერთ გადაცემას ასეც წავიყვანთ რა მდგომარეობაში არის საქართველოს ესე იგი აი თავდასხმის სისტემა სამოქალაქო თავდასხმის სისტემა რითი არის უზრუნველყოფილი რა იყო როგორ იყო იმიტომ რომ საკანონმდებლო ცვლილებები თქვენ დროს იყო შეტანილი და მისმეს არაფერი არ გაგაკეთა და მაინც დღესაც აი ესეთი დრო დადგა რომ დღესაც მინდა თქვენთან აი ზუსტად თემა რომელსაც ჩვენ წავიყვანთ ეხება ზუსტად საქართველოს უსაფრთხოებას ის სამოქალაქო უსაფრთხოების თემა იყო და ეს ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას რომელიც არის კიბერ თავდასხმასთან დაკავშირებული რომელსაც არის საქართველოს დაცვილი თუ არ არის ჩვენი სისტემა რომელიც საქართველოს უზრუნველყოფას უკეთებს კიდევ უსაფრთხოების უზრუნველყოფას იმიტომ რომ ვიცით რომ ჩვენ თქვათ 40 ან 30 წლის წინ როგორი იყო კიბერუსაფრთხოება ეს დამოკიდებული იყო მაგას კომპიუტერების არ იყო იმდენი ასეთ საშუალებაც არ იყო ამ საინფორმაციო საშუალება და მიღების საშუალება ინტერნეტის არ იყო საბეჭდი მანქანები იყო და ადვილი იყო ამის კონტროლი მაგალითად რა დაიბეჭდა სად დაიბეჭდა ესე იგი გაჟონა თუ არა ინფორმაციამ და დღეს უკვე ეს საკითხი ძალიან რთულია. ტელეფონები არის ისეთი, რომელიც იმ დროიდან ალბათ მთლიანად შეცვლილი და ნაირი ორი დრო იყო ასეთი გამოთვლითი მანქანები და ცენტრები და ასეთ მდგომარეობას რომელშიც დღეს ვართ ჩვენ. და ასეთი უყურადღებო აი რა კომპიუტერებიც გინდა, ვისაც უნდა, როგორ უნდა, რა მდგომარეობაში იქნება, რომელ გინდა დაწესებულებაში შედის, არის თუ არა ესე იგი დაცვა, საიდუმლოების დაცვა, თუნდაც საიდუმლოება იყოს თქვა კორპორაციული საიდუმლოება, თუნდაც იყოს ადამიანის მისი უფლებების და მისი პირადი მონაცემების უსაფრთხოება. აი ასეთი ის ჩვენთან საქართველოში ამისი კულტურა არ გვაქვს ჩვენ. არც კულტურა არის და არც ჩვენი უწყებები, სახელმწიფო უწყებები, ცალკეული კორპორაციების და ფირმების და იმართი უწყებები და ეს ინფორმაცია ისე არის გაჟონილი რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მაგალითად ამერიკაში, შეუძლია თუნდაც აფრიკაში ვინმეს დაჟდეს და ეს ინფორმაციის წყარო იქიდან ამოკრიბოს. აი მე წავიკითხე თქვენი აი ასეთი ну სტატია შეიძლება სტატია და ვარქვათ აი ესე ბლოგი რომელშიც ბლოგში თქვენ გაეცეთ პასუხი ჟურნალისტის გამოდიოდა და თქვენს და იყო გერმანიაში კიბერ თავდასხმა საქართველოს აი კიბერუსაფრთხოების სისტემა ეს კომპიუტერულ სისტემაზე ლაპარაკობდა იმ ბაზებზე. ბაზარისი ბაზა არის მაგალითად საქართველოში და აი ეს ბაზები რომელიც დაყოფილი არის, ბაზა რომელიც თქვენ ეს კარგად ჩამოაყალიბეთ, იქ ვერსიებით ჩამოაყალიბეთ. ეს არის ვერსიები, საბანკო ვერსია, საბანკო რეგულაციები, რა ხდება, რა შეიძლება ბანკის მონაცემებიდან ამოღება, ის ადამიანს რა ფული აქვს შეტანილი, ან და თვითონ კორპორაციას რა გააჩნია, ვისთან აქვს ურთიერთობა, რა მოკიდებულება არის ეს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ კრედიტ ინფო აი ასეთი ორგანიზაცია რომელიც რას აკეთებს და მოდი მე ასე ვიზამ მაშინ. აი თქვენი ვერსიები 4 ვერსია არის და ამ ვერსიებიდან მე შეგახსენებ თუ თქვენ თანამედროვედ გაყვებით შეიძლება ყველაფერი მე არ მინდა შეგისწავლოთ ხელი იმიტომ რომ თანწყობილი სისტემა მინდა რომ თქვენ ჩამოაყალიბეთ რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს რას ნიშნავს კიბერუსაფრთხოება და მინდა რაღაცნაირად თქვენ რომ დაიწყოთ კიბერუსაფრთხოება სისტემა სახელმწიფოში ერთი უნდა იყოს და ერთი სისტემით უნდა იყოს ჩამოყალიბებული რომ მისი დაცვა შეიძლებოდეს უსაფრთხოების მისი სისტემის სახელმწიფო პასუხისმგებელი რომელიც არის ამაზე მას შეუძლია თუ არა და როგორ უნდა ხდებოდეს ეს უნდა ხდებოდეს რომელიღაც თქვათ ამერიკის ან და ნებისმიერი სხვა ქვეყნის საელჩოში ან და სადმე გაგზავნილი და იქიდან მიღებული პროგრამებით ჩვენთან დამონტაჟებული ეს მოგცემს ჩვენ იმის გარანტიას რომ ჩვენ დავიცავთ თავს და ვიქნებით დაცული საიდუმლო ინფორმაციებიდან და სხვადასხვა ბევრი რაღაცა სხვა ინფორმაციებიდან და შეძლებს თუ არა ვინმე რომელიმე ფირმა რომ
შეძლოს და შევიდეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში, თუნდაც ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემაში შეუძლია თუ არა მაგალითად გამოთიშოს ყველა ელექტროსადგურები, რაც კი არის თქვა, ენერგეტიკული ისინი რაც არის მართვის წერტილები რამდენია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში და მთლიანად გამოთიშოს საქართველო. დენი გამოთიშოს ტრანსპორტი, გამოთიშოს კომუნიკაციები, რაც კი შეიძლება და მართვა ესე იგი კომუნიკაციების გარეშე შეუძლებელია. ბევრი დრო არ მინდა წაგართვა ბატონო დიმიტრი, რა არის ეს კიბერ თავდასხმა გერმანიაში? რომ ახსნათ რა მოხდა, რა არის ამისი მიზეზი და ჩვენ ამასთან დაკავშირებით რა უნდა გავაკეთოთ? მე მინდა call center-ებსაც რო შეეხოთ შემდეგ იმაში და აი ამ თემაზე. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გურამ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს. ჩემს ყოველთვის დიდი პატივია თქვენ გადაცემაში სტუმრობა, ვინაიდან თავდაცვა და უსაფრთხოება თავის გლობალური მასშტაბებით იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლის წინაშე მთელი ქვეყანა დავდექით და მთელი მსოფლიო დგას კიდეც, რა თქმა უნდა, იმსახურებს, რომ ეს თემა მეტად განივრცოს, მეტად გაიშალოს და თავდაცვა არ არის მხოლოდ შეიარაღებული ძალების მდგომარეობის გაშუქება ან თავდაცვის კონცეფციაზე საუბარი. გლობალური უსაფრთხოება დღეს ისეთ ტიპის გამოწვევის წინაშე დგას თანამედროვე ეპოქაში, რასაც ტრანსჰუმანიზმის ეპოქა ეწოდება, სადაც ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს ფაქტიურად ადამიანის შრომას და სადაც ციფრული ტექნოლოგიები წარმოუდგენელ, ასე ვთქვათ, შედეგებს გვიჩვენებენ ადამიანის მიერ შექმნილი იმ ელექტრონული სისტემების ფარგლებში, რომლებიც ფაქტიურად განაგებენ მთელ ინსტიტუციურ კომუნიკატორებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, იზრდება საფრთხე ადამიანის პერსონალური მონაცემის გამოყენების გზით მოხდეს მისი უფლებების შესაბამისად, თუ კი ამას მასობრივი ხასიათი აქვს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იქნეს მთელი რიგი დივერსიული აქტებისა და მოქმედებებისა. აი ეს რასაც call center-ების ამით მინდა დავიწყო, იმიტომ რომ გერმანიაში თქვენ მოგეხსენებათ ეს სტატია, რომელიც ქალბატონმა თამთა ქარჩავამ ჩაწერა და მოახდინა ამისი, ასე ვთქვათ, გაშუქება, ის რაც გერმანიაში მოხდა, გერმანიაში ერთ-ერთ სერვის კომუნიკატორს სახელწოდებით Clouds დაუდია ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა შესახებ. ეს ინფორმაცია ფაქტიურად შეეხება რამოდენიმე მილიონი საქართველოს მოქალაქის სრულ, ასე ვთქვათ, პერსონალურ მონაცემებს, დაწყებული მისი დემოგრაფიული მონაცემებით და რიგ შემთხვევაში ავტომანქანის ფლობის, საბანკო რეკვიზიტების და ასე შემდეგ. ნუ წარმოუდგენელი ამბავია, მე მიკვირს სხვათა შორის, რომ საერთოდ ისე აირია, საერთოდ ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოშიც ისე ირევა, რომ მედია საშუალებები, ცენტრალური მედია, ამაზე არ უნდა აკეთებდეს აქცენტს, ეს არ უნდა შუქდებოდეს, როდესაც 1, 2 და 10 და 100 კი არა, მილიონობით საქართველოს მოქალაქის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების, გაჟონვის ფაქტთან არის დაკავშირებული. Ვისაც აინტერესებს ეს ინფორმაცია, არსებობს ესეთი ინტერნეტ რესურსი for.g, შეგიძლიათ შევბრძანდეთ ძვირფასო მეგობრებო და ჟურნალისტის ჩვენი მეგობრის ქალბატონი თამთა ქარჩავას მიერ ძალიან დეტალურად არის განხილული ეს საკითხი. მოკლედ საკითხი ეხება პერსონალური მონაცემების გაჟონვას. შესაძლებელია თუ არა ამ პერსონალური მონაცემების გაჟონვის გზით მოხდეს გარკვეული მანიპულაციები და გარკვეული მოქმედებები პირთა საკუთრებაში არსებული გარკვეული ისეთი, ასე ვთქვათ, პროდუქტის, რაც იგივე საბანკო, ვთქვათ, საფინანსო სექტორს შეეხება, ამაზე მხოლოდ ერთი შემილია გითხრათ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ის call center-ები, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ამოქმედნენ მოულოდნელად, ეს არ იყო მარტო ევროპის კატასტროფა, ხდება შეტევა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ავსტრალიაზე, ახალ ზელანდიაზე და როგორც პოსტსაბჭოური სივრციდან, ისე აღმოსავლეთ ევროპის და თავად ევროპის ევრაზიის კონტინენტზე არსებული ძალიან ბევრი ქვეყნის კონკრეტული ჰაკერული ჯგუფები მუშაობდნენ, რომლებიც ქმნიდნენ რაღაც გარკვეულ კომპანიებს, ამ კომპანიებში, call center-ებში ასაქმებდნენ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეეძლოთ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, გერმანულ ენაზე, ფრანგულ ენაზე და შემდგომში მონაცემთა ბაზა, ზუსტად ის მონაცემთა ბაზა, რომელმაც გაჟონა კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დონეზე, ხდებოდა მათი გამოყენება. აი სწორედ ამ მონაცემების დაყრდნობით ხდებოდა მათთან კომუნიკაცია. პენსიონერებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომლებიც დაზარალდნენ საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, დანიაშიც, ნორვეგიაშიც, შვეიცარიაში, შვედეთში
და ამან მიიღო იმდენად დიდი ხასიათი და ისინი მასშტაბური დანაშაულის სინდიკატური ხასიათი მიიღო, რომ ინტერპოლი ჩაერთო, ბუნებრივია, მთელი ქვეყნები გააქტიურდნენ და საქართველოში გამოვიდნენ დავით კეზერაშვილის კვალზე. მოგეხსენებათ და სხვა შორის დღესდღეობით საქართველოში ჩამოსული არის საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც აწარმოებს კონკრეტულ საგამოძიებო ოპერატიულ მოქმედებებს ჩვენს ძალოვან უწყებებთან ერთად. აი ეს პირველი, მეორე, მესამე ტალღა, რამაც გამოავლინა ეს სისტემური ხასიათის დანაშაული, მსოფლიო სისტემური ხასიათის დანაშაული, ის გრძელდება კიდევ საგამოძიებო მოქმედებების დონეზე და რაღაც კოლოსალურ მასშტაბებზე არიან გასულები. მათ შორის მოსკოვში მოხდა, თუ გახსოვთ, 2 კვირის წინ დავით კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული იმ პირების კომპანიების ასე ვთქვათ კომპანიებზე თავდასხმა სამართალდამცავი ოპერატიული ქვედანაყოფების მხრიდან, რომლებმაც ასე ვთქვათ ერთ დღამში მოახდინეს ლოკალიზაცია იმ კომპანიების, სადაც მუშაობდნენ კონკრეტული ადამიანები, სწორედ ამ კოლ-ცენტრებში იყვნენ დასაქმებულები. კოლ-ცენტრი რას ნიშნავს, ვინც არ არის საქმეში ჩახედული. ესე იგი, ძირითადად კრიპტოვალუტის და ციფრული საფინანსო ასე ვთქვათ სისტემების გამოყენებით ხდებოდა პენსიონერებისთვის შეთავაზება მათ ხელთ არსებული გარკვეულ ანგარიშებზე მოქცეული თანხების ინვესტირებისა აი კრიპტოვალუტებში. და მთელი სქემები იყო დამუშავებული, თუ როგორ უნდა შეეთავაზებინათ, რა ფსიქოლოგიური ასე ვთქვათ ინტონაციები, კონკრეტული ტერმინები, რა უნდა ყოფილიყო გამოყენებული და რამდენად წარმოიდგინეთ, როცა თქვენი პერსონალური მონაცემები ცნობილია თქვენი ოჯახის წევრების დონეზე, რა თავისუფლად შეიძლება ესეთი ტიპის манипуляция, როდესაც თქვენთან დობაში შემოდის უკვე გამოწორთნილი, კარგად გამობრძმედილი, ასე ვთქვათ, ასე თაღლითურ სქემაში კონკრეტული ოპერატორი, რომელიც ცდილობს, რომ მოიპოვოს თქვენი ნდობა და ასეთი ნდობის მოპოვების შედეგად მილიონები იქაჩებოდა, ასეულობით მილიონი იქაჩებოდა. მეორე მომენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, არის ის, რომ ქართული საფინანსო ინსტიტუტების უკან არდგანან 100% დამფუძნებელი ქართველი მეწარმეები. მოგეხსენებათ, ძალიან ხშირ შემთხვევაში უდიდესი პროცენტი, 70, 75, 80%-ის ოდენობით ეს არის უცხოური დამფუძნებელი ბანკების მიერ, ასე ვთქვათ, განხორციელებული აქტივობა საქართველოში. იმიტომ არის, რომ ვთქვათ, აქ რომ იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის საგნად იდება უძრავი ქონება, ამ უძრავი ქონების როგორც აქტივის განკარგვის შესაძლებლობა ეძლევა უცხოელს. აი ჩვენ ავგრძალეთ მიწაზე საკუთრების უფლება, მაგრამ ამ სეგმენტში ხო ვერაფერს ვერ შვებით. გინდა არ გინდა ბანკი ხდება მესაკუთრე იმ უძრავი ქონების აქტივის სახით, რომელზეც თანამესაკუთრეობის უფლება ვრცელდება იმ უცხოურ დამფუძნებელზე, რომელიც არის მოწილე ამ ბანკის. ანალოგიურად, როდესაც მე ვარ ბანკის მეანაბრე, დეპოზიტარი, მაგ ბანკთან საქმიანი ურთიერთობები, ბანკი ხშირად მთავაზობს, ხო, თქვენს გქონიათ ალბათ ეგეთ შემთხვევა, როდესაც კრედიტს იღებთ, გთავაზობენ, გაძლევენ სპეციალურ ფურცელს, სადაც გეუბნებიან, რომ მოაწეროთ ხელი, გაეცნოთ და მოაწეროთ ხელი, რომ ბანკმა ისარგებლოს თქვენი პერსონალური მონაცემებით. დაუბრკოლებლად. ამისთვის თქვენი თანხმობა არის საჭირო. აი ამ თანხმობის შედეგად მიღებული ინფორმაცია, ჩათვალეთ, რომ აი გერმანიაში გამოქვეყნებულ მონაცემთა შორის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სეგმენტი საბანკო სტუგი მონაცემები ჩვენი მოქალაქეებისა, რომელიც აღმოჩნდა სწორედ იმ გზით, რა გზითაც თქვენ მოგახსენეთ, როდესაც უცხოელებს გააჩნდათ პირდაპირ წვდომა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვაძლევთ უფლებას, რომ ჩვენი პერსონალური მონაცემები დაამუშავონ, ეს პერსონალური მონაცემები დასამუშავებლად ეძლევა არა გიორგის და ქეთევანს ვინმეს ჩვენს საბანკო ოპერატორებს, არამედ კრედიტ ინფოს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფუძნებული და ამერიკელები სწავლობენ, ასე ვთქვათ, ჩვენს პერსონალურ მონაცემებს, საიდანაც ხდება შემდგომში, ასე იგი, დაბრუნება ინფორმაციისა მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ბანკმა უნდა ითანამშრომლოს თუ არ უნდა ითანამშრომლოს ჩვენთან. აი ესეთი სკრუპულოზური ძალიან დახვეწილი სქემა. ამას ემატება საკანონმდებლო ხარვეზიც. ამის შესახებ არავინ არ საუბრობს ბატონო გურამ. დღეს ჩვენ შეგვიძლია ექსკლუზიურად უთხრათ მოსახლეობას და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ კომერციული ბანკების შესახებ კანონის 21 მუხლი პირდაპირ ანიჭებს ნებისმიერ კომერციულ ბანკს უფლებას ჩვენთან გაწყვიტოს ურთიერთობა, შეაჩეროს ნებისმიერი ტრანზაქცია, მისთვის სასურველი პირობით, ისე რომ არც მოხდეს, ასე ვთქვათ,
ამის შესახებ ჩვენთვის რაიმე ტიპის განმარტების გაკეთება გარდა შეტყობინებისა, რომელსაც გიგზავნის ის შეტყობინების სახით და გეუბნება, რომ თქვენ არ ახართ ჩვენთვის სასურველი ასე ვთქვათ, კლიენტი და ჩვენ წყვეთ თქვენთან თანამშრომლობას და გიუქმებთ სამხრივი გადაწყვეტილების შედეგად ანგარიშს. აი ამის უფლება აქვს ბანკს, რასაც ამ ბოლო დროს კიდევაც იყენებენ ხოლმე. ამას ემატება კიბერუსაფრთხოების კუთხით ძალიან სერიოზული ხარვეზები კომერციულ ბანკებში, აი მაგალითად საქართველოს ბანკს აქვს ახლა ესეთი პრობლემა გაჭენილი, როდესაც მობაილ ბანკით ხდება გარკვეული ტრანზაქციების შესრულება, აგზავნით თანხას, თქვათ, ერთ ადრესატთან და ის შეიძლება აღმოჩნდეს სრულიად განსხვავებულ ადრესატთან, ან მოხდეს, ესე იგი, ჩაყლაპვა, ასე ვთქვათ, ანუ გაგზავნილი ფულის არა მისამართზე მისვლა, არამედ გაუგებარი მისამართით წასვლა. ეს ყველაფერი არის დაკავშირებული გარკვეულ ჩარევებთან, გარედან ჩარევებთან, რომელსაც ამ ბოლო დროს ძალიან ასე ვთქვათ, რომელმაც იმძლავრა და მოიმატა რაოდენობრივად და პრეცედენტულად. გახსოვთ თქვენ, რომ კიბერჩარდების შედეგად მოხდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე თავდასხმა ფაქტიურად. ეს რამდენიმე დღის წინ ხდება, როდესაც მოულოდნელად ყველა ავტობუსში ხმამაღლა მოლაპარაკე მიკროფონიდან გაისმა, ესე იგი, ჰაკერებისთვის სასარგებლო ინფორმაციები, იქ რაღაცა პროპაგანდისტული ხასიათის, ხო, დამცინავი, სარკაზმით შემოსილი და ასე შემდეგ. გავიხსენოთ გუშინდელი 27 იანვრის ინციდენტი, როდესაც მაგთიზე მოხდა რაღაცა გარკვეული გაუგებარი, იმიტომ რომ მაგთიმ თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაღალი ალბათობით ეს არის გარკვეული სპეციალური ჩარევის შედეგად, ანუ გარკვეული დივერსიის შედეგად მომხდარი შედეგი, რომელიც გამოსწორდა, მაგრამ სერიოზული ზიანი მიიღო კომპანიამ ბუნებრივია, იმიტომ რომ რამოდენიმე საათის განმავლობაში ხალხმა არ იცოდა თუ რაში იყო საქმე, ისე რომ გაითიშა მთელი მაგთიკომის სერვერები და ასე შემდეგ. და ისინი ყველაფერი გათიშული იყო. ესე იგი, რის თქმა მინდა და სადამდე მივდივარ. მივდივარ იქამდე, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ და ჩვენ ვერავის იმედზე ვერ ვიქნებით თუ თავად არ მოვახდინეთ, ასე ვთქვათ, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ასე ვთქვათ, ამოცანების გადაწყვეტა. სხვათა შორის, აი ამ წერილში ერთ-ერთ მონაკვეთში ვეხები კიდე შეგნებულად განხორციელებულ ისეთ მოქმედებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2010-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს. და გახსოვთ თქვენ, როდესაც 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი აღმოჩნდა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით მოქალაქეთა არა მხოლოდ პერსონალური მონაცემების დატაცების, არამედ მათი გარემეთვალყურეობის, პირდაპირ ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელება. წარმოიდგინეთ, ვინ იფიქრებდა, რომ როდესაც სახლში გიდგას ტელევიზორი, ან გიდგას კომპიუტერი და იმ კომპიუტერს გააჩნია ვიდეო თვალი, აი იმ ვიდეო თვალით შენ გიყურებენ ჩვეულებრივად, როგორც ხა მე და თქვენ უცქერით ერთმანეთს და არა მხოლოდ გიცქერიან, არამედ ისმენენ კიდეც და სასურველ ინფორმაციებს, როგორც კომპიუტერიდან იღებენ, ისე აუდიო ვიდეო ფაილების მიხედვითაც, ასე ვთქვათ, ახორციელებენ და მთელი კოშმარი ამ ყველაფრისა იყო ის, რომ ინსტიტუციურად ისე იყო გათვლილი, რომ მომხდარიყო კოლაფსი და ხელისუფლება შეცვლილიყო, პასუხისმგებელი არ ყოფილიყო ისეთი პირი, რომელიც შემდგომში დისკრედიტაციას მოახდენდა აი ამ პროცესის დამკვეთ თავარი ინსტიტუციის, თქვათ, რომელსაც გასაგებია, რა სახელიც ქვია და რა ორგანიზაციები არიან დაინტერესებულები არა სამხედრო დაზვერვის და სამხედრო კონტრდაზვერვის კუთხით. ამიტომ მათ ადგენენ და ეხლა დასამალიც აღარ არის, იმ დროს ცნობილი იყო, ეს არასრულწლოვანი იყო 16 წლის ბავშვი, ვასილ ჯამალაშვილი, წარმოიდგინეთ 16 წლის ბავშვი დაინიშნა კუდის აი ამ კიბერუსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილედ. თავი დავანებოთ იმას, რომ შრომის კანონთა კოდექსი დაირღვა, თავი დავანებოთ იმას, რომ მორალურ-ეთიკური ნორმები დაირღვა, როდესაც თანამდებობაზე ნიშნავ 16 წლის ბავშვს. ერთ-ერთი მიზეზით. რამე რომ მოხდეს 16 წლის, ანუ 18 წელს მიუღწეველი ბავშვის მიმართ არ დადგეს იმ ტიპის პასუხისმგებლობა, რომელიც მას დააზიანებს. გარდა ამისა, რომ ამ 16 წლის კიბერ ვუნდერკინდის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს დაბრალდეს ის, რასაც სინამდვილეში ამერიკული პროგრამების საპროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გზით ინფორმაციის მიღება
ჰქვია, რომ თითქოს ამ ბავშვმა 16 წლის ვუნდერკინდმა, კიბერ ვუნდერკინდმა თავად შექმნა ესეთი ტიპის პროგრამა, რომელსაც იყენებდა და ამით დაინტერესებული ამერიკელები ან ვინმე სხვა ქვეყნის დაზვერვა კი არ იყო ნატოსი ვთქვათ, არამედ დაინტერესებული იყო ვინმე კოდუა, ვინმე ახალაია, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ნუ ერთ მათი სისუსტე იყო და შესაბამისად არ გაუშვეს ხელიდან ეს შესაძლებლობა. რა სისულელია? ვის ჯერა ამისი? მარტივია ამაზე პასუხი, თუკი მართლა იყო ინტერესი იმისა, რომ ვუნდერკინდის შესაძლებლობები გამოყენებული ყოფილიყო, მას არც შტატში ჩასვავდნენ და არც უფროსად და უფროსის მოადგილედ არ დანიშნავდნენ. მას უბრალოდ ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ და გარკვეული საიდუმლო მუხლის ქვეშ ამუშავებდნენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ მათ დაჭირდათ მისი თანამდებობის დემონსტრირების, ასე ვთქვათ, დეკლარირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმისთვის, რომ მათ უკან არსებულ ზრდასრულ ვიგინდარებს და სისტემურ პოლიტიკურ დამნაშავეებს შემდგომში პასუხი არ ეგოთ. მართლაც ესეც მოხდა. ვასიკო ჯამალაშვილი დააკავეს, მას გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და გაუშვეს სახლში. ეს იყო ამერიკელების მოთხოვნა სხვათა შორის. რომ ამერიკელები ძალიან დაინტერესებულები იყვნენ, რომ ამ ბავშვის გარშემო არ ყოფილიყო ისეთი ტიპის სკანდალი, რომელიც შემდგომში რაღაც პოლიტიკურ დისონანსს გამოიწვევდა ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და ქართული ოცნება როგორც ჩანს ამ პროცესს დათანხმდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვსმენია რა ბედი ეწია იმ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც გუბა სანიკიძის ის ცნობილი ჩანაწერი ხო გახსოვთ? სკანდალური, ყველას რო დაგვამახსოვრდა. ეს არის ჩაწერილი სამზარეულოში. იქ სადაც ლეპტოპი იყო გახსნილი და სადაც ვიდეო თვალი უყურებდა მოლაპარაკებს კაკუ ასათიანი, გუბა სანიკიძე და კიდე მესამე პირი იყო მათთან ერთად, როგორც მე მახსოვს, თუ არ ვცდები, სამნი იყვნენ და სადაც თლიანად იქნა ამოღებული ჩანაწერი, თლიანად იქნა შესრულებული ჩანაწერი და შემდგომში ეს ჩანაწერი გამოყენებული იქნა კონკრეტული, პოლიტიკოსის წინააღმდეგ. ასე იყო ასევე პერსონალური პირადი ცხოვრების ისეთი შემზარავი ფაქტებიც, მათ შორის, რომელიც პოლიტიკოს და პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა და რამაც მე ვფიქრობ არაერთი ოჯახიც დაანგრია. მაგრამ ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ სისტემურად აღვირი ქონოდათ ამოდებული ყველა პოლიტიკოსის მიმართ, თორე ქართული ოცნება ხელისუფლებაში რომ მოვიდა ბატონო გურამ, პროკურატურა სავსე იყო სისხლის სამართლის საქმეებით. სავსე. ფაქტობრივად სასტუმრო არ იყო დარჩენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. პირდაპირ მოთხოვნა იყო კუდის, რომ ყველა სასტუმროს ყველა ნომერში უნდა ყოფილიყო განთავსებული ვიდეო თვალი. იქ პოლიტიკოსი შედიოდა, არ შედიოდა, უცხო შედიოდა, ტურისტი შედიოდა, ამას არ ქონდა არავითარი მნიშვნელობა. ყველაფერს იღებდნენ, მერე ახარისხებდნენ და ტერაბაიტებით გაგკონდათ მერე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დღესაც ესეა. ძალიან ბევრი ინფორმაცია უბრალოდ გატანილია ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენ რომ სამართლიანი სამართლებრივი გარემოს აღდგენას ველოდებით 2012 წლიდან და ეხლა ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში ახალი დაპირებით ნაციონალური მოძრაობის გასამართლებისა, მე წინა გადაცემაში დეტალურად ვისაუბრე თუ რას უნდა ნიშნავდეს გასამართლება ზოგადად და იმ დეტალებში არის ჩასახედი ზუსტად, სადაც ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება ჩირის ფასი რომ ღირდა. და მათ შორის ეს პერსონალური მონაცემების დაცვის, დაუცველობის უпроსწორად საკითხთან დაკავშირებული საქმეებით მოითხოვს ცალკე გამოძიებას, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან შემზარავი ხასიათის დანაშაულია. მით უმეტეს, როდესაც მილიონობით პერსონალური მონაცემები არის დღეს გაჟონილი და აგერ გერმანია ჩვენ ესე იგი ამ ვერსიებს კი და ამ მონაცემთა ბაზას გვიაშკარავებს. და სხვა შორის კიბერუსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთი კერძო დეტექტივის მიერ იქნა ეს ყველაფერი გახსნილი და გამოძიებული. დღეს ეს სერვერიდან წაშლილია მთელი ინფორმაცია. მე არ ვიცი, ჩვენებმა მიმართეს, არ მიმართეს, ჩვენმა ხელისუფლებამ ინტერპოლს მიმდინარეობს თუ არა ამ მიმართულებით გამოძიება, იმიტომ ვამბობ, რომ ცენტრალური მედიით საერთოდ არაფერი არ გასულა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით და კარგი იქნება, რომ ვინმე პასუხი აგოს ამ ქვეყანაში. ანუ იგივე საზოგადოებრივი მაუწყებელი რისთვის გჭირდება? ჟურნალისტები რისთვის ყავს საზოგადოებრივ მაუწყებელს? რისთვის არის ეს რუსთავი 2, იმედი, არ ვიცი, პოსტივი, ის მაესტრო, რატომ რისთვის ყავთ ის ჟურნალისტები? აი ახლა ვალდებულია ჟურნალისტი ზუსტად ჩაფრინდეს გერმანიაში, გააშუქოს ეს საკითხები ადგილზე, იმიტომ რომ მილიონობით საქართველოს მოქალაქეს პერსონალური მონაცემები არის ვიღაცის ხელში. როდის გამოიყენებენ, რა მიზნით გამოიყენებენ, რა კონკრეტული манипуляციები განხორციელდება ჩვენ წინააღმდეგ, ჯერჯერობით ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია.
ბატონო დიმიტრი, თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ. აი, ჯამალაშვილის საკითხი ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ, მაგრამ ჯამალაშვილის საკითხს ჰქონდა ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქ, ჩვენ. დიახ. ის ესე იგი ისინი იცნობდნენ. მათი კადრი იყო. ხო, მათი კადრი იყო. აი ესე იგი აქედან გამოდის, აი თქვენ როსაც ვილაპარაკეთ, ახლა ესე იგი დაზვერვა არის, საგარეო დაზვერვა. ეკონომიურ და ისინი ეს მე ამაზე ვლაპარაკობ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაზე ვლაპარაკობ. აი ეს დაზვერვა რომელიც რაც ხდება იქ ამისი დაზვერვის მონაცემები რომ საქართველოში ჩამოვიდეს ჩვენთან სახელმწიფოში რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს დაცვას უსაფრთხო გარემოს შექმნას რომ საქართველოს თავრობამ იმუშაოს ნორმალური მუშაობისას არის კონტრდაზვერვა ეს არის ის მოწინააღმდეგის დაზვერვა, აი საგარეო დაზვერვა მოწინააღმდეგეს, როგორ მუშაობს შენთან და ვისთან შეუძლია მას მუშაობა, რომ აქ იყოს ასეთი ორგანო შექმნილი, რომელიც სადაც ეს საიდუმლოებები არის, მათ შორის ბანკებში რაც არის, სახელმწიფო უწყებებში რაც არის, განსაკუთრებით სამხედრო იმაში, რომ ეს გამოავლინოს ისინი ვისთან მუშაობენ აქ, ვისი ინტერესები არის, აი როგორც ახლა ჯამალაშვილი აქ მუშაობდა და ამისი როგორ შეძლებს ჩვენი ისინი კონდაზვერის სამსახურები. ამიტომ ყველა ეს სამსახურები რაც არის, თქვენ კარგად თქვით, აი თქვენ საბჭოთა ჯარში მსახურობდით, აი ზუსტად კოდირების სისტემაში იყავით. ესე იგი, თუ რამე საიდუმლო მოდიოდა ნაწილში, მეთაურთან, შტაბის უფროსთან, ხო, ეს თქვენ იცოდით. და შემდეგ იცოდა მეთაურმა და შტაბის უფროსმა მეტი არავინ სამი ადამიანი და მათ ჰქონდათ მხოლოდ იქ აქვს დაშიფრვის და იმის საშუალებები და რა შეიძლება პირადად შემადგენლობა იცოდეს რა არ შეიძლება იცოდეს და ასევე მის მიერ გასცემული ინფორმაცია რომელსაც თქვენ კოდირებას უკეთებთ და ამას აგზავნეთ ანუ ეს სისტემა ჯარში მუშაობს ჯარში. თან იმ პირობებში, როდესაც კომპიუტერი არ არსებობდა, ეს 87 წელია, მაგრამ არსებობდა იმდროინდელი თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ყოველი დღის რეჟიმში, რეჟიმ B-ში, ასე ვთქვათ, ყოფილიყო გასაღები შენთვის გამოგზავნილი, რომელსაც იყენებდა იმისთვის, რომ გაგეკეთებინა შიფროგრამა, ასე ვთქვათ, კონკრეტული საიდუმლო მასალის. აი ეს შენახვა მაგრამ მე კონდაზვერვაზე მაქვს. ყველა ნაწილში იყო კონდაზვერვა, რომელიც შედიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში. ცხადია. იქ შედიოდა. დღეს ჩვენთან ეს რაღაცნაირად ისე მოშლილია. აი გაურკვევლად მოშლილია. თქვენ რო დაგჭირდეს მაგალითად დღეს რაღაცა საბრძოლო ოპერაციის ჩატარება და უნდა მოამზადოთ ამისათვის გეგმა, მოამზადოთ ამისათვის ჯარები, მოამზადოთ უნდა ტექნიკა, საშუალებები რაც კი არის, შეისწავლოთ მოწინააღმდეგის მხარე და ის ამოცანა, რომელიც თქვენ უნდა შეასრულოთ, ძალები და საშუალებები რამდენი გეყოფათ და როგორი ბრძოლა უნდა ჩაატაროთ და სად, რა მიმართულებით და სად უნდა გამაგდეთ და რითი უნდა იყოთ თქვენ დაცული, რომ დარტყმა არ მოხდეს მოწინააღმდეგის მხრიდან, სადაც თქვენ აპირებთ საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას. ეს როგორ უნდა გაკეთდეს? თუ ეს სამსახურები არ მუშაობს. მართალი ბრძანდებით, მე მეცაც გეტყვით, რომ ქვეყნის სპეცსამსახური არის საზღვრელი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხისა. ნებისმიერ ქვეყანაში სპეცსამსახურები წარმოადგენენ იმ ელიტას, რომლებიც ფარულად უზრუნველყოფენ ქვეყნის უსაფრთხოებას და ეს ყოველდღიურად უნდა აისახებოდეს სტაბილურ ცხოვრებაზე ჩვენი მოქალაქეებისა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად დეკემბრის თვეში აქვეყნებს ხოლმე წლიურ ანგარიშს და იქ მათ შორის არის ყოფილი საიდუმლო ინფორმაციების გამჟღავნების პრეცედენტებიც, იმიტომ რომ სახელმწიფო ანუ მთავრობა ვალდებული ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და ხალხმა მათ შორის ისიც უნდა იცოდეს, ვთქვათ, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად, რამდენი ჯაშუშია გამოვლენილი, რა კონკრეტული საფრთხეები არის ქვეყნიდან აცილებული და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მაგალითად აქვეყნებდა ინფორმაციებს ნარკოტრაფიკთან დაკავშირებით, რომელზეც ძალიან ხშირად აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ავღანეთიდან ირანის გავლით საქართველოთი შემდგომში გადიოდა ევროპის მიმართულებით ნარკოტიკული საშუალებები და ჩვენთანაც არაერთხელ მომხდარა ამისი ამოღება. ამ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი პარტიები იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით. ამითი რის თქმა მინდა იცით რომ ჩვენ მე არ მახსოვს შემახსენეთ თუ ვწდები მე არასოდეს მომისმენია თქვათ კონდაზვერვის მიერ წარმოებული საქმიანობის კონკრეტული შედეგების გამოვლენასთან დაკავშირებით მოგვესმინა რაიმე ანგარიშები
გარდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების განხორციელების მომენტში რაღაცა ზოგადი საუბრები, რომ გამოვლენილია რამოდენიმე ქვეყნის ინტერესების, ასე ვთქვათ, კონკრეტული ფაქტები ქვეყანაში, გარკვეული ასე ვთქვათ, ჯაშუშური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან და ეს ძალიან ზოგადი, ასე ვთქვათ, კონკრეტული მოხსენებებში არსებული ინფორმაციები, მაგრამ არაფერი კონკრეტული. არდა ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის რეზიდენტურები იყრის თავს საქართველოში. იმდენად დიდია გეოსტრატეგიის თვალსაზრისით ამიერკავკასიის როლი და მით უმეტეს საქართველოს როლი, რომელიც ახლა ხდება განსაკუთრებული კვანძი, სატრანსპორტო დერეფანი და გეოეკონომიკური ერთ-ერთი უმთავრესი მდგენელი გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის ურთიერთობებისა. და ის შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ახლა 6 მილიარდიან კონტრაქტს ვიღებთ, ასე ვთქვათ, საქართველოს გაერთიანებული არაბული ემირატების მხრიდან და 6 მილიარდი დოლარის ჩასხმა ეკონომიკაში, ну ეს არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი, ვინაიდან ეს ვერ განხორციელდება სხვა აქტორების მონაწილეობის გარეშე. აქ არ არის მხოლოდ მშრალი პორტის მშენებლობაზე საუბარი, ან აეროპორტის მშენებლობაზე საუბარი, ან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე საუბარი. აქ არის პირველ რიგში ის 8 ბლოკირებული დერეფანი, რომელიც მომავალში უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ ეს ჯვარსახოვანი გზა საქართველოს მისიის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური, გეოეკონომიკური მისიისა არ გულისხმობს მარტო დასავლეთისთვის სასარგებლო ეკონომიკური აქტივობის განხორციელებას, საგნებად დასავლეთ აღმოსავლეთ შორის აბრეშუმის გზის ტრადიციული, ასე ვთქვათ, გზის აღდგენის შესაძლებლობის. ეს არის ასევე ჩრდილოეთი სამხრეთი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იმიტომ რომ გლობალური სამხრეთის შემადგენელი ქვეყნები, მათ შორის ინდოეთი, დღეს არის ქვეყნის მსოფლიოს მესამე ეკონომიკა, რომელიც პირდაპირ გამოდის ირანის გავლით ამიერკავკასიაზე და იწყებს გაცხოველებულ ვაჭრობას ჩრდილოეთთან რუსეთის გავლით. ანუ რუსეთი ხდება ამავე დროს ერთ-ერთი მთავარი კომუნიკატორი დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის კონტექსტში. ის რასაც ჩვენ ახლა უცხერით და მინდა ამასაც შევეხოთ თქვენის ნებართვით, რომ ბატონი დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება, რომელსაც ზოგიერთი ხბოს ახტაცებით შეხვდა საქართველოში და ფიქრობენ, რომ არის კაცი უკვე გვეშველა და ასე შემდეგ, ძალიან ესეთი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს უნდა გვაძლევდეს ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ რამდენადაც ბატონი ტრამპი არის ლიბერალური დემოკრატიის მესაფლავე, ამავე დროს ის არის ახალი ეპოქის ფუძემდებელი, ახალი ეპოქა, აი ტრანსჰუმანიზმი ვახსენეთ ჩვენ, სწორედ გულისხმობს აპოკალიფსის მეოთხე მხედრის გამოჩენას. ანუ რეალურად ლიბერალური დემოკრატიის, ასე ვთქვათ, გარდაცვალება გზას უხსნის ახალ მართლობით ფორმას, ახალ სისტემას, რომელიც აქამდე გამოუცდელია კაცობრიობისთვის, იმიტომ არის, რომ საერთაშორისო სამართალი ფაქტიურად დასრულებულია იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ჩვენთვის ცნობილი იყო და ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის რიტორიკაში შემოდის ისეთი წარმოუდგენელი ქვეტექსტები, რომელიც კანადის სუვერენიტეტის ხელყოფას ესე მარტივად მოიხსენიებს, იქ გრენლანდიისა და დანიის ინტერესებს მარტივად მოიხსენიებს, იქ მონროს დოქტრინას ამოატივტივებს ისტორიული მეხსიერების იმ ჭრილში, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის, ასე ვთქვათ, რევიზიის თვალსაზრისით ყოველად წარმოუდგენელია, რომ მისაღები იყოს თანამედროვე მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ საუბარი ემაზე რომ მაგალითად პანამის არხის კონტროლი ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენიტეტისთვის გამოწვევა და შესაბამისად ამერიკა ვალდებულია აღიდგინოს კონტროლი პანამის არხზე, ანუ პანამის სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფის ფაქტის წინაშე დავდექით, არა? თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მონროს დოქტრინა, რომელიც 1823 წელს ჯონ ადამსის მიერ იქნა დაწერილი, ჯეიმს მონრო გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი პრეზიდენტი და ამოქმედდა იმ მიზნით, რომ ევროპის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსიის გავლენა შემცირებულიყო როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. და მას ჰქონდა, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა. შემდგომში ამან დაკარგა, რა თქმა უნდა, განვითარებული დემოკრატიის ფონზე მნიშვნელობა და აი დღეს უკვე ტრამპმა ხელხლა წამოწია მონროს აქტის მნიშვნელობა და ფაქტიურად
სწორად პირველი რაც გააკეთა განაცხადის სახით იყო ის, რომ გრენლანდია არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. და რომ გრენლანდიის კონტროლი ეს არის მათთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და რომ ისინი აუცილებლად მიაღწევენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ აი დღეს ევროპარლამენტში საგანგებო განხილვის საგანი გახდა, როგორ დაიცვას ევროკავშირმა დანიის სუვერენიტეტი. ხომ არ გადავწყვიტოთ ასევე, რომ ვანახოთო ტრამპსო ჩვენი დემონსტრირება მოვახდინოთ ჩვენი შეერაღებული ძალები ხო არ გავგზავნოთ გარკვეული კონტინგენტის სახით გრენლანდიაში. ხო წარმოიდგინეთ, ეს სრული სერიოზულობით ორი ციგა და ორი ის რა კი, სრულად სერიოზულად ხდებოდა ამ საკითხის განხილვა. ანუ რის თქმა მინდა იცით, რომ საუბარი ფოჩიან კამფეტებზე, დემოკრატიაზე და თუნდაც ბატონი ვენსის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ამერიკა წყვეტს რევიზიონისტულ პოლიტიკას მსოფლიოს მასშტაბით და თვლის, რომ ძალიან ბევრ სახელმწიფოს სუვერენული არსებობის განვითარების და გაფურჩნის და გაბრწყინების უფლება გააჩნია, სულაც არ ნიშნავს ეს, როგორც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და ჩვენი შეხედულებით არის ეს რაღაც სამართლიან ჩარჩოში მოქცეული. ამერიკას გააჩნია თავისი პრიორიტეტები, ამ პრიორიტეტებთან დაკავშირებულ მსჯელობაში რუსეთის პრეზიდენტი ბატონი პუტინიც არის ძალიან ფრთხილი, დღეს იყო მისი საგანგებო კომენტარი ამასთან დაკავშირებით და მან განაცხადა, რომ რუსეთი რა თქმა უნდა ყოველთვის მზად იქნება დიალოგისთვის და ასე ვთქვათ, გულისხმობით დაელოდება ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ ნაბიჯებს იმასთან დაკავშირებით, რაზეც იქნა აღებული გარკვეული წინასაარჩევნო ვალდებულებები. ეს იყო უკრაინაში ომის დასრულება და ამ მიმართულებითაც ჩვენ ხედავთ ისეთ გაუგება რიტორიკას. იყო სხვა დაპირებები ომის დასრულებასთან დაკავშირებით და დღეს ამ დაპირებებმა მაინც მიიღო გარკვეული ულტიმატუმური ხასიათი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასმული პირობის შესრულების ვალდებულებაზე, რომელიც გადის რუსეთის მხრიდან. ესე იგი ჩვენ უკვე ხედავთ, რომ ეს მარტივად არ შესრულდება და არ დღეო ხო თქვა ტრამპმა ერთ დღეშიო დავამთავრებ ომს. უკვე 100 დღე გახდა. ეს გადაიწია 100 დღით. შემდეგ როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ ესე იგი მე რასაც ვიტყვიო და დავალაგებ იმაში, ეს ყველაფერიო იქნება ისეო, რომ პუტინის თანახმა იქნება, რასაც მე ვიტყვიო. და ამ დროს პუტინი სულაც არ არის თანახმა, პუტინი უსწრის რამდენ შეცდომას ტრამპი დაუშვებს. და უკვე ინაუგურაციიდან დაწყებული ტრამპის მიერ დაშვებული შეცდომები ძალიან ბევრია. და საერთოდ არ ჯდება იმ, რაც მანამდე მას შეპირდა. ამიტომ აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენ, ის რასაც ვიტყვიან და ხვალ რაც იქნება, ეს ძალიან სხვა ის არის. ერთს ამბობენ, დემოკრატიაზე ისინი ლაპარაკობენ, მაგრამ დემოკრატია ამერიკისათვის ერთია და დემოკრატია სხვისთვის ეს უკვე სხვა არის. ამიტომ მე აი აქედან გამომდინარე მინდა ერთი აი ამასთან დაკავშირებით, აი ოსვენციმის დღეები იყო, აი ახლა გათავისუფლების, როდესაც საბჭოთა ჯარმა ისინი გაათავისუფლა და ამ ომთან დაკავშირებით ტრამპის გამონათქვამი იყო ასეთი, რომ ჩვენო მადლობელი ვართ რუსეთის, რომ დაგვეხმარა ჩვენო ფაშიზმის განადგურებაშიო. რუსეთი და საბჭოთა კავშირი უბრალოდ დაეხმარა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ დაამარცხეს ფაშიზმი. მაგრამ ოსვენციმში აი ახლა რომ შეიკრიბა მთელი ევროპა, ფაშისტური ევროპა. ფაშისტური, იქ ვინც ებრძოდა იმას, პარტიზანებს მიართვლის, ის პარტიზანები ისიც ალბათ ის წვეები იყვნენ, რომელიც საბჭოთა ჯარის და ის წვეები იყვნენ, რომელიც იქ ომობდნენ. და დიდი ბრიტანეთი იბრძოდა და ამერიკა ჩაება როდის მაშინ, ესე იგი, როდესაც პერლ-ჰარბორის იყო უკვე და აქედან დაწყებული ჩაება ომში. აი მე მინდა თქვენი აი შეფასება. საბჭოთა თქვათ რუსეთი, თქვათ საქართველოს სხვა ისინი ბელორუსი მაგალითად რატო არ იყო არიან ოსვენციმში მოძრაული 1 მილიონზე მეტი დახვრეტილი და ყველაზე მეტი რა თქმა უნდა იყო ისინი საბჭოთა ჯარის ხაცები, პოლონელებიც იყვნენ, ებრაელებიც იყვნენ, მაგრამ მეტი ეს იყო ყველაზე მეტი. აი რატო ფიქრობთ, რომ რატო უნდა ამ ისტორიის შეცვლა? ისე როგორც ამბობს ტრამპი, რომ აი ომში ჩვენ გავიმარჯვეთ, აი ჩვენი როლი ყველაზე დიდი არის, აი ის ამბობს, რომ ევროპამ ესე იგი თავისი შიდა პროდუქტის 5% შეიარაღებაზე, ვის რო შეიარაღდეს, ვის წინააღმდეგ უნდა შეიარაღდეს? მას ერთმანეთის წინააღმდეგ ხო არ შეიარაღდებიან, ალბათ იმის წინააღმდეგ, რომ ისევ ეს რუსეთი და ეს აღმოსავლეთის წინააღმდეგ. აი მინდა თქვენ რომ რაღაცნაირად დაასაბუთოთ. აი ამ შეიარაღებას ვისთვის ხმნის ამერიკა, რომელსაც უელსის ხელშეკრულებიდან მაშინ უბრალოდ სამიტიდან მაშინ რასაც ითხოვდა ტრამპი, მაშინ რო პირველად პრეზიდენტი იყო, იქიდან ითხოვდა მაშინ 2%-ზე მეტს ითხოვდა, ეხლა 5%-ს ამბობს. შიდა პროდუქტის 5% ეს ძალიან დიდი თანხაა.
აი ძალიან დიდი ისა. ამიტომ აი მინდა რომ თქვენ აი რისთვის ამზადებს ევროპას? რისთვის გამოყარო ტრილიონზე მეტი ექნება შეარაღებული ძალები იმას ამერიკის შეერთებულ შტატებს? გაიზრდება ტექნიკა, ისინი არც ერთ ომებში და იმაში არ ჩაერთვებიან სხვა ტერიტორიებს სუვერენიტეტის დასაცავად და დემოკრატიის დასაცავად, მაგრამ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ამ ჯარების გამოყენებით, არ დაიღუპებაო არც ერთი ჯარისკაციო, მაგრამ ტრილიონზე მეტი. რომელსაც დახარჯავენ შეიარაღებას დღესაც, როდესაც უკრაინის ომის შედეგად მოგება აქვს, უკვე ისეთი დიდი მოგება აქვს მათ, რომ 4 ტრილიონი დოლარის დაკვეთა აქვს სამხედრო სამრეწველო კომპლექსს მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების. და ეს, რასაც იარაღს ისინი მიიღებენ, ეს ზუსტად იმისთვის ჭირდება, რომ იყიდოს ევროპას. და ზუსტად იმისთვის ჭირდება, რომ ტრილიონზე მეტი დახარჯოს და თავად შეიარაღდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაში არის რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რამდენად წავიდა წინ და აი ეს ომისთვის მზადება არის თუ მშვიდობისთვის. ჯერ აი თავდაპირველად თქვენს მიერ დასმული შეკითხვის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი მომენტი, რომელიც უკავშირდება ოსვენციმსა და აუშვიცში 80 წლის თავზე დემონსტრირებულად რუსეთის არ მიწვევას, ბელარუსის არ მიწვევას ბრიტანეთის მონარქი ჩარლზიც კი ჩავიდა აუშვიცში დღეს. იმყოფებოდა მაკრონი, ზელენსკი, სხვა ქვეყნის პირველი პირები, პრემიერ-მინისტრები და დემონსტრაციულად არ იქნა მოწვეული ასე ვთქვათ, საბჭოეთის სამართალმემკვიდრე ქვეყნის პირველი პირი, ნებისმიერი სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლის იქნებოდა კანონზომიერი იმ ჩარჩოში, რომლითაც შეიძლება გაშუქდეს მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიები და საბჭოთა არმიის განმანთავისუფლებელი როლის მნიშვნელობა განსაკუთრებით პოლონეთის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ სწორედ აუშვიცსა და ოსვენციმში პირველები შევიდნენ საბჭოთა ჯარები. და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი დახმარება აღმოგვიჩინა ჩვენ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, ძალიან სარკასტული განცხადებაა და გაჯერებული ცინიზმით ბუნებრივია, იმიტომ რომ იქვე აცხადებს, რომ და ამ ომში საბჭოთა კავშირმა დაკარგა რუსეთის პროტოტიპად შემოყავს საბჭოთა კავშირი, დაკარგა 60 მილიონი ადამიანიო და ჩვენ რა თქმა უნდა ანგარიში უნდა გაუწიოთ აი ამ ფაქტს. რა თქმა უნდა ხა ამ ისტორიოგრაფიულ ნარკვევებში ხა ჩვენ შორს არ წავალთ, მაგრამ ზუსტად ვიცით, გამომდინარე იქიდან რომ მხოლოდ ქართველის წილი აი ამ სისხლის მღვრელ ომში იყო 720.000 ომში წასულიდან 365.000 დაღუპული ადამიანი, მათ შორის ომის პირველ თვეებში 15.000 ახალგაზრდა ბიჭი პირდიტველა ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი ქერჩში და ასე როდესაც მსგავსი ტიპის ცინიკური განცხადებები კეთდება გლობალურ დასავლეთიდან, ვისგანაც არ უნდა კეთდებოდეს, ნებისმიერი თავმოყარი ქართველისთვის, რომელმაც თავისი წინაპრებიც დაკარგა და დიდი ბაბუები თუ ბაბუები დაკარგა ესე იგი ამ ომში, რა თქმა უნდა, მასაც უნდა ხვდებოდეს თავმოყარეობას. იმიტომ რომ ეს არც ისტორიოგრაფიულად, არც პოლიტიკური, არც ადამიანური ეთიკის თვალსაზრისით გამართლებული არ არის, მაგრამ გამართლებული არის გეოსტრატეგიის თვალსაზრისით. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლიბერალური დემოკრატიის მესაფლავე მოგვევლინა ტრამპი, რომელიც თავს აცხადებს სრულად ახალი დოქტრინის ავტორად, რომელმაც უნდა შექმნას ახალი მსოფლიო წესრიგი და რომელიც საერთოდაც არ მოიაზრებს ახალი პოლუსების შექმნას და ძალის ჰეგემონიის განხორციელებისა და შემდგომი შენარჩუნების პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ამოცანა, რა თქმა უნდა, ტრამპის აბსოლუტური ექსკლუზივია. აი ამისი დემონსტრირება ხდებოდა აუშვიცში დღეს ზუსტად, როდესაც რუსეთის დაკნინება ვერბალურ დონეზე და პოლიტიკური რიტორიკის დონეზე განხორციელდა. რა დაუპირისპირა ჩინეთმა, სხვათა შორის აი ამ აქტს. ჩინეთმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ბატონი სი ძინპინი დაესწრება 9 მაისს მოსკოვში გამართულ სამხედრო აღლუმს. აი შეიძლება პატარა და უმნიშვნელო ნიუანსი და დეტალია, მაგრამ აი ეს დუელი
დუელი გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გამოცდის უკანასკნელ ზღვარზე და შესაძლებლობების უკანასკნელ ზღვარზე, იმიტომ რომ დღეს აღარ არის 1987 წელი, როდესაც სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივების გამოცხადების გზით რონალდ რეიგანმა შეძლო და დაშალა საბჭოთა კავშირი. დღეს იმ საბჭოთა კავშირის ადგილას არის ჩინეთი, რომელიც განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან არა მხოლოდ შეიარაღებით არის, ასე ვთქვათ, ძლიერი, არამედ რაც ყველაზე უფრო მთავარია და რითაც წარმოადგენს ყველაზე მეტად კონკურენტს ამერიკის შეერთებული შტატების, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიები. და მოგესალმებათ, რომ ტრამპმა ჩინეთის მიერ გამოცხადებული ხელოვნური ინტელექტის ახალი სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააკეთა საპასუხო განცხადება, რომ ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ არ გვაფრთოვანებსო ამერიკელებს. და აქედან გამომდინარე, უნდა ვთქვათ ღიად, რომ რუსეთი არ არის მთავარი მოწინააღმდეგე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების. ამის შესახებ სხვათა შორის ბატონმა დიმიტრი ტრენინმა ღიადაც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის როლი თანამედროვე მსოფლიო წესრიგის განხორციელების საკითხში არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რუსეთი უნდა იყოს აქტორი ახალი უსაფრთხოების გარკვეული არქიტექტონიკის შექმნისა. არამედ ის უნდა იყოს აქტიური მონაწილე ამ პროცესშიო. ესე იგი ხედავთ თქვენ, რომ აქაც უკვე ობიექტურად იკვეთება ჩინეთის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რომლის იდენტიფიკაციის პროცესშიც ამერიკის შეერთებული შტატები არა რუსეთს მიიჩნევს თავის ძირითად საფრთხეთ, არამედ მიიჩნევს ჩინეთს. და სწორედ აქედან გამომდინარე არ გამოირიცხება, რომ უკრაინის კრიზისის დაძლევის მომენტში რუსულ-ამერიკული ურთიერთობები ძალიან სწრაფად განხორციელდეს დადებითი პროგრესის თვალსაზრისით და რუსეთმა ბევრს მიაღწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი კომუნიკაციის და მოლაპარაკებების გზით. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის ბუნებრივი წიაღისეულების საერთო კაპიტალიზაციის მოცულობა არის $3 ტრილიონი. და იქ არის უნიკალური ბუნებრივი წიაღისეულები, რომელზეც ბრიტანეთს აქვს უკვე თვალი დადგმული და შემთხვევითი არ არის მოგეხსენებათ 4 დღის წინ უკრაინამ ხელი მოაწერა, ზელენსკიმ ხელი მოაწერა 100 წლიან შეთანხმებას დიდ ბრიტანეთთან, რომლის ძალითაც დიდ ბრიტანეთს ეძლევა ექსკლუზიური უფლება ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოპოვების, რეწვის, შენახვა, გადამუშავების თუ შემდგომი ასე თქვა ტრანსპორტირების გზით მობილიზაცია გააკეთოს უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კომპანიებისა. და რაღა იგი ეს ეკონომიკური ხელშეკრულება უკვე ჩაიდო როგორც დამოკლეს მახვილი უკრაინის თავზე. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის გაყოფა როგორც ჩანს ახლოვდება და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის ულტიმატუმი გნებავთ შეთანხმების პირობები იქნება შეთავაზებული შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთისთვის. დღეს პუტინმა 3ჯერ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მზად არის და ღია ამ მოლაპარაკებებისთვის ამერიკის შეერთებული. ბატონო დიმიტრი, თქვენ ისეთ საკითხს შეეხეთ. ჩვენთან გამოდიან ტელევიზიაში ლაპარაკობენ განსაკუთრებით ფორმულაზე გამოდიან, აი ასეთი პირველი არხი გამოდის. და რა არის, იცით, როდესაც ვაკვირდები, ან ამათ არ უნდა დაინახონ რა ხდება. ან ესენი ვერ ხედავენ რაზე მიდის ომი უკრაინაში. უკრაინის ომი, ეს მხოლოდ ის ომი არ არის, რომელსაც ესე იგი ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ვიღაცას უნდა იქ უკრაინის ესე იგი ხალხი ესე იგი გაანადგუროს და ასე შემდეგ. ზუსტად მიდის აი რას თქვენ თქვით. თუ 14 ტრილიონი დოლარის რესურსი არის, ყველა მენდელეევის მთელი ცხრილი არის იქ. აი აქედან უკვე რუსეთი 8 ტრილიონი დოლარის ის საბადოები რაც არის, ხო? აი ახლა პაკროვსკის და იმის ისინი აიღეს კოქსის და იმის დამუშავების ყველაზე ძვირი ის ქვანახშირი, რომელიც მეტალურგიისათვის არის განკუთვნილი. ესაც აიღეს უკვე რუსეთის მმართველობაშია. ესე იგი 8 ტრილიონი დოლარის და ის რაც დარჩა, ამაზე მიდის უკვე აი ასეთი გააფთრებული ესეთი ბრძოლა დასავლეთის კომპანიების. მე რაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ომის ხო ამაზე იყო დაწყებული. თავად ესენი რომ მიყიდეს და ეს ყველაფერი საკუთრება გახდებოდა და უკვე არის ხო ეს ხერსონის მთელი შავი მიწის ისინი 44 მილიონი ჰექტარიდან უკვე 14 მილიონი უკვე აღარ არის იმის ხერსონის. და ეს ხერსონის იგი თითქმის ყველაფერი გაანთავისუფლა ხო დარჩა ჩრდილო-დასავლეთი ზონა ცოტათი, იმასაც ალბათ რუსეთი იმას იზამს. და აი რუსეთის საბრძოლო მოქმედებები არ ჩერდება. ყოველ დღე ახსოვს რაღაც ესე იგი გამარჯვებებს რუსეთის საბრძოლო მოქმედებების ის ნაწილები და არმიები, რომლებიც იქ მონაწილეობენ. განსაკუთრებით ჩვენ აი კურსკის იმაზე რა იყო ძირითადი მიზანი.
კურსკის ძირითადი მიზანი იყო გამანაწილებელი, გაზის გამანაწილებელი ის, რომელიც სლოვაკეთში მიდიოდა, აი ეს გაზი და სხვა მიმართულებების იქიდან მიდიოდა. ესე იგი ის დაიპყრეს, გააჩერეს იქ და მეორე მთავარი. ესე იგი იქ კურსკის ატომური ელექტროსადგურის მეორე რეაქტორი, რომელსაც აკეთებდნენ, ახალი რეაქტორი, რომელიც არის ისეთი, რომელსაც ესე იგი 35 ეს რადიუმის ისინი არის იქ გამოყენებული. ესე იგი 38 გასაგებია, ხო იმას დაშალეს, მაგრამ იმას ნარჩენები რჩება, გადამუშავების შემდეგ ის ნარჩენები სადღაც უტილიზაციაა გასაკეთებელი, აი ყველა ძველი ატომური ელექტროსადგურები. და ეს ახალი უკვე 35-ს რო შლიან. ამას უკვე ნარჩენები არ რჩება და 200 და 300 წელი შეუძლია იმუშაოს. უკვე იმაში ვორონეში ასეთი რეაქტორი ააშენეს. აი ასეთ რეაქტორებს იქ და ზუსტად ამაზე მიდიოდა მთელი ბრძოლების და მთელი ქვედანაყოფები და ნაწილები, რომლებიც სპეცდანიშნულების ნაწილები პოლონეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ისინი, რომელიც იქ დაიღუპენ. იქ იმაში. ამიტომაც არის, როდესაც ხელი მოაწერეს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეასთან ხელშეკრულებას, უსაფრთხოების რუსეთს თუ ვინმე დაესხა თავს, ამიტომ კორეელები სხვაგან არ იბრძვიან, მხოლოდ კურსკის ოლქში იბრძვიან რუსეთის ტერიტორიაზე. აი ზუსტად იქ არიან ისინი, სადაც აი ამ რეაქტორების დაცვაზე არიან. ესე იგი, მაინც დასავლეთის საბრძოლო მოქმედებები არის აი იმ საბადოებისთვის, რაც უკრაინაში თქვენაც ჩამოაყალიბეთ შესანიშნავად. ამ სიმდიდრისთვის 3 ტრილიონი არის მხოლოდ დასავლეთ უკრაინის კაპიტალიზაცია, ბუნებრივი წერტილი. მეტი არ არის, ხო, აი ბენდერშინა, რასაც ქვია ტერნოპოლი, ივანო-ფრანკოვსკი, ლვოვი და კიდევ ვინიცას და იმის ისინი, ხმელნიცკის და იმის ოლქები, მაგრამ იქ ის სიმდიდრეები არ არის, რაც არის მარცხენა სანაპიროზე დნეპრეს. ამ მარცხენა სანაპიროს იმას იღებენ და სუმის იმასაც აიღებენ, იმიტომ სუმში არის გაზი, აი ეს სლანცევი გაზი. ხო, რომელიც დღეს ამერიკა იყენებს შეუძლია გამო, მაგრამ გავა რაღაც 10 წელი და მეტი არ დაგწავა და მთელი მსოფლიო ისწავლის მის გამოყენებას. მის ამ ნავთობის იქ გაზი და ის არის სადღაც 20 მილიარდი კუბომეტრი, ესე იგი რომელიც უკრაინას და დასავლეთ ევროპასაც ბევრი ეყოფა. აი მინდა აქედან გამომდინარე. ეს ომიც ამისთვის ხوار იყო დაწყებული. კი, რა თქმა უნდა და მისი დასასრულიც იმ ლოგიკურ ჩარჩოში ჯდება ბატონო გურამ, რომელიც რაც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აუცილებლად დასრულდება სრული კრახით ზელენსკის ადმინისტრაციის. მოგეხსენებათ, რომ დღეს გაკეთდა ახალი განცხადება დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟიშვილის, დონალდ უმცროსის მიერ, რომელმაც გააკეთა ესეთი განაცხადი, რომ მე არ მინდაო, რომ ბებიაჩემის და ბაბუაჩემის პენსია გახდეს წყარო იმ შემოსავლისა, რომლითაც ზელენსკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და მისი მინისტრები ახალ იახტებს შეიძენენ და გაიფართოვებენ თავიანთ შესაძლებლობებს მატერიალური ქონების შეძენის კუთხით. ამას მოყვა რუსტემ უმეროვი გახლავთ უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი, მის მიმართ ფაქტიურად ბრალის წარდგენის აქტი, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომელიც პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმართება და ბევრს აინტერესებს დავით არახამია სად გაქრა. აი დავით არახამიას ფუნქცია და მოვალეობა ზუსტად იყო ამერიკის შეერთებული შტატების თვალი ყოფილიყო და ური ყოფილიყო იმ პროცესებთან მიმართებით, რასაც შეერაღების შესყიდვა და მასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული აქტები ეწოდება. და დღეს უმეროვი ფაქტურად არის უკვე ეჭვმიტანილი ამ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, იქ ბრალს ბიურო არ უყენებს, იქ ბრალს უყენებს პროკურატურა და როგორც ჩანს, უნდა ველოდოთ ძალიან სერიოზულ სკანდალს. იმიტომ რომ თავდაცვის ახალი მინისტრის დადანაშაულება კორუფციულ აქტში ეს არის პირდაპირი დარტყმა ზელენსკიზე. პირდაპირი დარტყმა ზელენსკიზე და უნდა ვივარაუდოთ რომ მართლაც მაისის ბოლო ივნისის დასაწყისი იქნება ის ისტორიული პერიოდი, როდესაც ომის შეწყვეტის გარემოებებთან დაკავშირებით შედგება პირველი დღის წესრიგი და რასთან დაკავშირებითაც უკვე არაორაზროვნად კეთდება, ასე ვთქვათ, მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი და პუტინი ემზადებიან აი ამ შეხვედრისთვის. როგორც ჩანს, სწორედ 9 მაისის დღესასწაულის შემდგომ მოხდება, ასე ვთქვათ, ეს შეთანხმება და უკვე ცხადზე უფრო ცხადია, რომ უკრაინის მიმართ ინტერესები
თავისი ასე ვთქვათ ლეგიტიმურობის ჩარჩოსში რუსეთის მხრიდან გაჟღერებული, რომელზეც ისტორიული წანამძღვრები გაკეთდა მალარუსიის, ნავარუსიის და ველიკაროსებთან დაკავშირებულ ისტორიაზე, გახსოვთ თქვენ, სანამ ეს ომი დაიწყებოდა, მანამდე დიდი ისტორიული რაკურსი იქნა შეთავაზებული ტაკერ კარლსონთან პერსონალური ინტერვიუს დროს პრეზიდენტის მხრიდან. და რასაც არ მისცემია შემდგომში ესეთი შეფასებები, რომ ამითი არ მომხდარიყო რუსეთისთვის სასარგებლო კონტექსტში საუბარი აღმოსავლეთ უკრაინასთან, მაგრამ არსებობს კლასიკა, არსებობს ნიკოლაი გოგოლის ტარას ბულბა და არსებობს სხვა ნაწარმოებები, სადაც ძალიან კარგად ჩანს იდენტიფიკატორი თუ რაზე გადის ზაპოროჟიეს შეჩელი ესე იგი უკრაინელი კაზაკის იდენტობა, რომ ის არის რუსი და ის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძვის და მომავალ თაობებსაც მოუწოდებს, ესე მთავრდება ტარას ბულბა, მოუწოდებს თავის შვილებს, რომ იბრძოლონ ლიახების წინააღმდეგ და იბრძოლონ ასე იგი თურქეთის იმპერიის წინააღმდეგ. დაუღალა ომში, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე, ესე იგი რუსული იმპერიული ინტერესების გატარება და განხორციელება შემდგომში. და ბუნებრივია, ხა, როდესაც არსებობს ისტორიული რეალობა, არსებობს ისტორიული მეხსიერება და ვხედავთ, რომ ამ იდეოლოგიის თვალსაზრისითაც გლობალურმა დასავლეთმა ძალიან ოსტატურად მოახერხა, რომ დასავლეთ უკრაინა წაეკიდებინა აღმოსავლეთ უკრაინისთვის, ანუ სტეპან ბანდერას უკრაინა დატაკებოდა ტარას ბულბას უკრაინას, ასე ვთქვა და ეს ომი ძალიან, ანუ ეს კონფლიქტი ძალიან კარგად იქნა დასავლეთის მიერ გამოყენებული, იმიტომ რომ სიძულვილი ჯერ აიყვანეს ძალიან მაღალ სკალამდე და შემდგომში მისცეს მას გამოსავალი აი ამ სამი წუთი დაგჭირდა ამ სამ წუთში მინდა აი რას ურჩევდით თქვენ საერთოდ ქართულ საზოგადოებას, ქართულ მთავრობას, იმ ოპოზიციასაც, იმ ახალგაზრდა სტუდენტებსაც, რომლებიც აი მიტინგებზე და იმასდაციან. აი რას უნდა ვხედავდეთ ჩვენს ირგვლივ რა ხდება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენ არ გავებათ იმ მახეში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაშლის, დააქუცმაცებს და ეს ყველასათვის, ესე იგი იმ გარემტრებისათვის, ჩვენთან გადამთიელებისათვის ასეთი ადვილი ლუკმა გავხდებით ჩვენ. მე ესე ვფიქრობ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და შევეცდები ძალიან ლაკონურად და მოკლედ ჩამოვაყალიბო. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ყოფილიყოს ეროვნული სახელმწიფოს სტატუსით მოსარგებლე ქვეყანა, რომელშიც პირველ რიგში გატარდება იმ ტიპის სოციალური რეფორმები, ხაზი მინდა გაუსვა სოციალური რეფორმები, რომლითაც ყოველი ქართველი თავს იგრძნობს ღირსეულ მოქალაქედ ამ ქვეყნისა. ამის გაკეთება შეიძლება დამერწმუნეთ ძალიან მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით, მაგალითად დასაწყისისთვის შეიძლება, აი უკვე ხვალვე შეიძლება გამოცხადდეს, მაგალითად საშემოსავლო კომპონენტის ნაწილში მრავალშვილიანებისთვის, რომელთა სტატუსის ცნო მთავრობამ თავისი დადგენილებით და საჯარო რეესტრში 4 და მეტი შვილის მყოლებ ბავშვს ოჯახს, ვინც არ იცის სხვა შორის იმისთვის საინტერესო იქნება, შეუძლია მივიდეს საჯარო რეესტრში და აიღოს ცნობა დედამცალკე და მამამცალკე რო არის მრავალშვილიანი, მაგრამ საქმე იმის იქით არ მიდის. საშემოსავლო გადასახადის კომპონენტში ჩვენ მაინც ვიხდით იმ 20%-ებს. მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრში, საგადასახადო სამსახურში, რომელიც ხელმძღვანელობს თავის მხრივ საგადასახადო კოდექსით, საგადასახადო კოდექსში ჩადებული არის ნორმა ქართლის დედის საპატიო წოდების მატარებელი დედისთვის იქნეს განხორციელებული შეღავათები და რომ დარეკავთ ცხელხაზზე და კითხავთ ვინმე სარგებლობს ამ შეღავათით, გეტყვია რომ არ სარგებლობს, იმიტომ რომ კანონი არის მკვდრად შობილი. აი ძალიან ელემენტარული მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ პატარა სტიმული გაჩნდეს საზოგადოებაში, რომ ჩვენი მთავრობა განწყობილია, რომ ეროვნული სახელმწიფოს პრინციპებით მართოს ეს ქვეყანა. ამ შემთხვევაში აი ეს დაპირისპირება და ეს განხეთქილება, რომელიც ძალიან დიდ უფსკრულად გვექცა ქართველებს. ფაქტიურად ნახევარი საქართველოზე არის წაკიდებული და ოჯახებში არ არის ერთსულოვნება, მინდა გითხრათ მთელი რიგი საკითხების მიმართ შეხედულების კუთხით, არა? იმისთვის რომ ეს გამთლიანდეს და ერის კონსოლიდაცია განხორციელდეს, საჭიროა რომ ხელისუფლებამ იაროს ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. იყოს ბევრად გამჭვირვალე, იყოს მოწადინებული გაატაროს სოციალური ტიპის რეფორმები
გამოასწოროს შრომის კანონთა კოდექსი, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ტრაფიკინგის წახალისების ხელშემწყობ ფაქტობრივ გარემოებათაც გვხვდება და შევიხედოთ ნებისმიერ სუპერმარკეტში და ვნახოთ მოლარე გოგონები რას იღებენ ჯამაგირის სახით. შეიძლება 500 ლარით და 600 ლარით ცხოვრება დღეს შეუძლებელია და ამეთანხმედ ამ დროს კოლოსალური შრომა და პასუხისმგებლობა ადებთ ადამიანებს. ესეც კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე და თუ ქვეყანა გვიყვარს, თუ ერთმანეთი გვიყვარს და ქართველებად მიგვაჩნია თავი, შეიძლება ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. პარლამენტის თავმჯდომარეს 15,000 და პენსია არ შეიძლება იყოს 1000. ახალ დაქორწინებულებს არ შეიძლება რომ საბინაო კომუნალური ფონდი გაკეთდეს 4%-ის შემადგენლობით, აი რაც კი შენდება ეს საბინაო კომუნალური ფონდი, იქიდან 4%-ის ფონდი გაკეთდეს და ახალგაზრდა კაცი რომ დაოჯახდება, იქიდან სახელმწიფომ სოციალური იპოთეკის პრინციპით ასარგებლოს მას. ამაზე ერთი გადაცემა ჩვენ ესპანეთში არის, იტალიაში არის, საფრანგეთში. დავემსგავსოთ რა იმ ქვეყნებს რომ მით უმეტეს იზრდება ბიუჯეტი ჩვენი ქვეყნის და სოციალური პროგრამების თვალსაზრისით არაფერი არ ხორციელდება. ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარი ხმარდება ხელფასებს, რაც ასევე მიუთითებს პოლიტიკური კორუფციის მაღალი ხარისხის არსებობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საჯარო სექტორში არ არის საჭირო ამდენი პატარა ხელფასიანი შტატი. იყოს მაღალ ხელფასიანი შტატები და იყოს ეფექტური მთავრობა. ამ თვალსაზრისით, მაგრამ იყოს კონსოლიდირებული და მობილური, ასე ვთქვათ. მაგრამ როდესაც სიპები იქმნება, აიპები იქმნება იმისთვის, რომ შემდგომში რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, სარგებელი წინა საარჩევნო თვალსაზრისით მიიღოს ხელისუფლება, ნებისმიერი ხელისუფლება ამას აკეთებდა მარტო ოცნებაზე არ მაქვს ლაპარაკი. და ეს არ სწორდება, მე ვხედავ, რომ ჩვენ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის გზით არ მივდივართ. ამიტომ არსებობს კონკრეტული ელემენტარული ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ძალიან ძლიერი და კარგი ქვეყანა. ჩვენ ბატონო დიმიტრი ამ თემაზე ალბათ ჩვენ გავაკეთოთ მე და თქვენ მომეცით ამისი სიტყვა რომ აუცილებლად შევხვდებით. აი ამ საკითხებზე დაწყებული დიდი სიამოვნებით და სოფლის მეურნეობაზეც ვისაუბროთ ძალიან ბევრი და იმაზეც ვისაუბროთ რომ ნიდერლანდების ერთი იმერეთი ტერიტორია ყოფნის ნიდერლანდებს რომ 97 მილიარდი დოლარის ექსპორტი აწარმოონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენ ასეთ დალოცულ ქვეყანაში სომხეთსაც ჩამოუვარდებით და აზერბაიჯანსაც ჩამოუვარდებით და ვაწარმოებთ მოხმარების მხოლოდ 13% ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე. რა ხდება? ამაზე პასუხი ჩვენ არ გვაქვს. დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი, დღევანდელი სტუმრობისას ძალიან საინტერესო გადაცემა იყო. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს და კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა.